სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ გასულ პერიოდში შეჩერებული და გაჭიანურებული ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განახლდა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი კი პროექტირების ეტაპზეა. ეს კი იმ ფონზე, რომ გასულ წელს სახელმწიფო საწარმოს საინვესტიციო გეგმის მხოლოდ 9% ჰქონდა შესრულებული. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა არსებული გეგმით ქვეყანაში დადგმულმა სიმძლავრემ 11,5 მეგავატს უნდა მიაღწიოს. რა გეგმები აქვს ელექტროსისტემას და რატომ ჭიანურდებოდა ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა გასულ პერიოდში? ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და შეფასებებით სწორედ ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმით. ელენე მოგესალმებით. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპზე კომპანია 20-ზე მეტ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $1,767 მილიონ შეადგენს. სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი შეჩერებული პროექტის განახლება მოხდა, ნაწილის კი დასრულება შეძლეს, მათ შორის დასრულდა ქვესადგური წყალტუბო 220-ის გაფართოება, დასრულების ფაზაში გადავიდა ასევე გურის რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ხოლო პროექტირების ეტაპზეა 7 ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი. ეს კი იმ ფონზე, რომ როგორც სემეკის ანგარიშიდან ირკვევა 2025 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემას $221 მილიონი საინვესტიციო გეგმის მხოლოდ 9% ჰქონდა შესრულებული. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა სემეკის თავმჯდომარისთვის გვეკითხა, რა იწევდა ელექტროსისტემის პროექტების შეფარხებას და რამდენად არის პროექტების დაჩქარების პერსპექტივა. დავით ნარმანია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის გეგმის დაბალი შესრულება პრიორიტეტების გადახედვას უკავშირდება. კერძოდ ნარმანია აღნიშნავს, რომ საწარმოს ძველი მენეჯმენტის პირობებში სხვადასხვა ტიპის პროექტები უფრო დივერსიფიცირებულად იყო დაგეგმილი, თუმცა ზოგიერთი პროექტი მხოლოდ დეველოპერებს მათ მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდათ. ნარმანია აღნიშნავს, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში ამ პრიორიტეტების გადახედვა მოხდა და ახლა ბევრი პროექტი უკვე დაკონტრაქტებულია. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი დაჩქარდება. მომავალში ინვესტიციები განხორციელდება იმ ქვესადგურებში და გაძლიერდება ის ქვესადგურები და აშენდება ის ხაზები, საიდანაც გამოსატანი იქნება ახალაშენებული გენერაციის ობიექტების მიერ წარმოებული ენერგია. აქედან გამომდინარე, სწორედ ის გადალაგება, რომელიც მოხდა სახელმწიფო ელექტროსისტემაში, ემსახურებოდა იმას, თუ რომელი პროექტი იყოს სოციალისტუნარიანი, რომელიც შენდებოდა, რომ იმის შესაბამისად აეშენებინა ქვესადგურები და გადამცემი ხაზები და არ აეშენებინა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლოა მომავალში ყოფილიყო გამოუყენებელი. ეს იყო ამ პრიორიტეტების გადახედვა და იქიდან გამომდინარე მე უკვე რამდენიმე პროექტი გამოცხადდა ხელახლა. ახლა უკვე რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი დაკონტრაქტებულია, ბევრზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ასე რომ ტემპი იქნება მაღალი. თავად ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გენერაციის ობიექტებისთვის გამართული ენერგეტიკული ქსელი, ქვესადგურები და გადამცემი ხაზები მნიშვნელოვანია, რათა ქსელზე დაერთება დროულად შეძლონ. დაკარგული დრო დროულად უნდა ავანაზღაუროთ, აცხადებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ენერგეტიკის ბიზნესის სექტორი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ 2026 წლისთვის მთავრობის გეგმით ქვეყნის დადგმულმა სიმძლავრემ 11,5 მეგავატს უნდა მიაღწიოს, რაც დღეს არსებულ სიმძლავრეზე თითქმის 2,5-ჯერ მეტია. არის გამოწვევა, იმიტომ რომ შენ როდესაც ელექტროსადგურს აშენებ და ამავდროულად გაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული წლისთვის იქნება ქსელი გამართული და ამ ელექტროენერგიას კონკრეტული ადგილიდან მეორე ადგილს შეგვიძლია გამოიტანო, თუ ეს არ შესრულდა ეს მოცემულობა, ცხადია, შენთვის არის ფუჭი ინვესტიცია გამომდინარე იქიდან, რომ შენ შეიძლება 2-3 წელი დაკარგო და ელექტროენერგია ბაზარს ვერ მიაწოდო. ამიტომ ეფექტიანობის ზრდა ელექტროსისტემაში, ეფექტურობის დაზრდა, ეფექტიანობის დაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება თავის შარშან ვერ გავაკეთეთ, ეს დანაკარგი დროულად ავანაზღაუროთ დროის ნაწილში და დროულად იყოს გამართული ელექტროსისტემა, თუნდაც იმ სადგურების ვთქვათ გამართული მუშაობისთვის, რომელიც დღეს მშენებლობის სტადიაზეა. დღეს ყავს ეფექტიური, ძალიან ეფექტური და აქტიური ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელი უშუალოდ, რომელსაც პირადი ურთიერთობა ყველა საერთაშორისო ინვესტორთან, მე რამდენად ვთვლი, ყველა ინვესტორთან გადაიხედა ეს პროექტები და ახალი მოცემულობით მშენებლობა განახლდება. და ზოგან განახლდება, ზოგან განახლდება. ძალიან ბევრ მზის ელექტროსადგურის პროექტზე გვექნება მემორანდუმები, ანუ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ გაიცემა განკარგულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეულობით, შეიძლება ითქვას, არა ათეულობით, მზის ელექტროსადგური ეს პროცესი, მშენებლობის პროცესი დაიწყება.
თავისუფლად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის რამდენად დახვდება ვთქვათ ქსელი მზად ხო რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტრო ამას პირველ რიგში ისე უყურებს რომ რამდენად შეიძლება ინტეგრირდეს ეს ელექტროსადგურები ქსელში წარმატებით თუმცა აღსანიშნავია რომ დროის განვითარებასთან ერთად და სადგურების ვთქვათ ახალ მოთხოვნებთან ერთად ავტომატურად პარალელურად უნდა განვითარდეს შესაბამისი ქვესადგურები გადამცემი ქსელები და ასე შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ასევე აცხადებენ, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში საწარმოში ოპტიმიზაციის შედეგად თანხები დაიზოგა და ხარჯები დაახლოებით 240 მილიონი ლარით შემცირდა, მათ შორის დაიზოგა ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტის მიმართულებით დაახლოებით 111 მილიონი ლარი, ოპტიმიზაცია გაკეთდა ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილშიც, თუმცა კონკრეტულად რის ხარჯზე შეძლო საწარმომ პროექტების ოპტიმიზაციამ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მადლობა ნუცა შუბაშოს უსმენდით პირდაპირ ეთერში.